久々なので楽しみです。いろんな色があってアートみたいだね。シチューが出来上がり、冷たくなるまで早く食べましょう。いただきます。შეფარად არის ყველაფერი მიყვარს ისედაც ცალ-ცალკეც და соуსი იყო ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და соуსი ძალიან მომეწონა. ან ჩემი პირველი ფრენიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ჩამიჯდა ტვინში და შანსიც რომ გამომიჯდა რომ მაგასაუბრებაზე გავსულიყავი, არც დამიხევია უკან მომემზადე რაღაცები და მაგიდან გამომდინარე მინდოდა ეგ პროფესიაც ამეთვისებინა ასე რომ. エカが来たよ。ひなた嬉しい？エレベーターでみんな入れないのでちょっと半分に分けました。ひなたバルバレは。皆さんエカは箱根に行った時そこで写真を撮ってフォンケース作りました。面白いよね。あら、ვინმე ისეც რო ხდები. お家に今私たちの隣の人の子供たちも来てまだ人が増えてきました。ひなた何してる？今ここに隣の人がいるんだ。なんかコンコンしてるよね、ハンバーグ。今お家にナナの友達も来てこんないっぱい人になりました。ナナの友達の旦那さんが作ったシナモンロールです。手作りでしめっちゃ美味しそう。こんにちは皆さん、テリチャンネルのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はお家に私のいとこエカとバルバレが来てるので、私は日本のクリームシチューを作りたいと思います。エカは日本で1回行ったことあるので、絶対に日本食が欲しがってると思います。だからその理由で今日は日本食を作りますね。では今から作りましょう。まずは人参、じゃがいも、チキン、それに玉ねぎを切りたいと思います。材料の準備ができているので今からシチューを作ります。シチューのバッグの後ろでサラダ油で書いてますけど、私はいつもバターで作っています。バター入れると香りも変わるし、とても特別な味を出します。そしてもちろん味ももっと美味しくなってます。今からチキンを足します。バターと焼いたチキンが一緒にすっごい美味しそうな匂い。それこのままでも食べたいぐらい美味しそうな匂いです。最近この歌は友達の家にカラオケで歌ったのでまだ戻ってきた。今隠し味ちょっとだけ白ワインを足します。今から水です。15分ぐらい待ちます。シチューを作っている時普段ブロッコリーはいらないですけど、私はとても大好きです。そして味ももっと新鮮になってます。ソーセージも大好きなのでこれも入れときます。そしてコーン、シチューをボイルしている間にEs escuchado. მეგარის USJ. მე არ მეგონა ეს თუ ოსაკაში იყო. თაფლოჭას სოფელი აქვს გაკეთებული რა. შევიშალო, მაშინდელივით დავემართება იქ რომ ვიყავით.
შეიძლება ჩვენ. შინატა ნობოჩანეთან ეშინდეირუ ეკათო ბარბარე. აი, 15分経ちました。今からこのシチューを出していこう。おっと、落ちちゃった。はい、入れましょう。すごいとろみが出てきたね。今からブロッコリーとソーセージを入れて、あと私が大好きなコーンも入れて、牛乳足します。そして5分ぐらいもう一度茹でます。私もこのルーでシチューを作るのは結構久々なので楽しみです。いろんな色があってアートみたいだね。こんな感じでできました。Guys, 먹자. შესახედაობაზე. シチューが出来上がり、冷たくなるまで早く食べましょう。今からエカとバルバレは日本語で自己紹介をします。こんにちは皆さん、私はエカです。20歳です。上手。こんにちは皆さん、私はバルバレです。14歳です。上手。エカとバルバレは私のお母さんのお兄さんの子供たちです。いとこです。მე გაგიკეთეთ იაპონური საჭმელი, რომელსაც ქვია შიჩუ. ბაზარი რო ქათმის არის, ქათმის ფილი აქვს შიგნით. კიდე რასაც ხედავთ, აი კარტოფილის ტაფილა დაშლი, კი. და ერთი არის სოსისი მაქვს ჩამატებული. ბაზა არის ბლოკებს აკეთებენ და ის მერე წყალში დნება. იმიტომ აქ ისიც რაღაცა განსხვავებული სუნი. კი, ძალიან ცხელია და ფრთხილად იყავით, სულ ახალი დაძაბული მაქვს, ცოტა ჭამეთ. იტადაკიმას. მე რო კაია. ძალიან გემრიელია. კაია ბროკოლი რო შევჭამე პირველი, ძალიან გემრიელია. თვითონ ის წვენი რაც არის, ძალიან გემრიელია და განსხვავებული. ხო, ამისი მთავარი არის, აი ეს თვითონ თეთრი, ამას ქვია თვითონ შიჩუ. სარგებლოც იქნება ისეთ რაღაცები. კი, აბა. გომენასაი მინასაი, ჩოდო ხინატა გავხიჩაიმაშტა. თივბადარა. ოღონდ მართლა ძალიან გემრიელია. ნეოკიდა მეინატევა. კაკუშტა იუნიკონკ. ხოთაშორის იაპონელებს უყვარს ტკბილი გემოები და ძალიან ბევრ საჭმელში აქვთ. აი ამასაც წაკრავს ტკბილი გემო. შაქარი არ მექნია, აი თვითონ იმ ბლოკს აქვს ეგეთი გემო. გემრიელია. Hisashiburi tabere to მეჩაირესნე. დღეს განსაკუთრებით ძალიან ციოდა გარეთ. რა ცივა მინდებში კარგი არის ამა ასეთი რაღაცების. მინასან, კონიჩივა. ორი რო. დაიჯობიო. ბარბარეს ზოგადად ასე მაინც არიციან ასე თუ ისე ჩვენ მომაყურებლებმა. ხო, ამის შესახებ არიციან. ეხლა აუხსენი მაგალითად მე რამდენი კლასში ხარ? ბარბარე가 მინასან мо ვაკატა ტომოიმას ка? მადა გაგსეიდეს. გაკოდე ბენკიო შტეიმას. ჩიუგაკუ 3年生です。თქვენ ახლა ამ ბოლოს რო სოფლიდან გადახვედით იმაში ქალაქში, სკოლას გამოიცვალე. როგორ მიეჩვია ახალ გარემოს, ახალ კლასელებს? ძველებთანაც მაქვს კონტაქტი, ახალიც კაია. კაი ბავშვები არიან, როგორც მეგონა, ისეთები არ არიან. ანუ სხვანაირი მოლოდინები მქონა მეგონა, ცოტა ისეთები იქნებოდნენ, მაგრამ მასე არ აქვს. ქალაქის ალბო. აი, მაგალითად ეხლა სადაც სწავლობდი და ახლა რო გადახვედი ახალ სკოლაში, განსხვავებული თუ არის რამე. როგორც ვიცი თქვენ მაგალითად სოფელში რო იყავით, ბუფეტი ან რამე არაფერი ჰქონდათ. ბუფეტი არ ჰქონდა, ნორმალურად არც წყალი მოდიოდა, სპორტის ოთახიც არ ჰქონდა. იქ არია, სადაც მე დავდივარ სკოლაში. ხო და არის კარგი რაღაცები, ძირითადად დრეები არის მენიუში. ჰოთ-დოგივით მასეთ რაღაცა. იმის პროექტულად ხდები, რომ წინ საცხობიც აქვს და მაღაზიაც. და გადიან ხოლმე სკოლიდან. სკოლის წინათ პირდაპირ. რო გადახვედი სხვა იმაში სკოლაში დაგწყდა გული? ან შენ კლასელებს უდაწყნათ გვერი მეგობრები ვიწყავდნენ. ძალიან არ დამკვირვებია გული, იმიტომ რომ ისე ვიყავი რა იქ ბავშვებიც რა აღარ იყვნენ და მეგობრებიც აღარ მყავდა. ნახევარი წავიდა სოფლიდან. აქაც კაია ახალი მეგობრები გავიჩინე. სოფელში რო იყავით, რამდენი იყავით კლასში? 4 ვიყავით კლასთან. თლიან სკოლაში ვიყავით 20. სხვა მეტი არა. წარმოიდგინე. ერთ კლასში ვარ 29. როგორ მიეჩვია მაგას ეგეც სხვანაირი არის. ჩემს იყო რაღაცნაირი რა, ბევრი რო ვიყავით კლასში. გიხარო და პირიქით, ხო? გვარებს რო იკითხავენ და რაღაცები. კაი ხანი ჭირდება. მე რო 4 რო ვიყავით, ხო. ეგრევე 1 2 3 4. ასე რომ გაცდებით თუ აცდებით ხოლმე ესე 4. ვაცდებით, უფრო მეტად მე დავდიოდი ხოლმე და მე მიწევდა ყველაფერს მოყოლა. თავიდან 6 ვიყავით და 2 თბილისში წამოვიდა. ახლა საერთოდ 2 დარჩენ
ჩერკდაში. როგორც ვიცი, არის კლასები, რომელშიც მარტო ერთი ბავშვი ან საერთოდ არ კი, არის, ხო? ერთი ბავშვიც იყო ჩერკდაში. ძალიან რაღაც ცუდი შეგრძნება ჩემი აზრით, რომ კლასში რომ მარტო ხარ, იმიტომ რომ სკოლა ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც მეგობრებს იჩენ, ცოტათ რამე შეგიძლია, რომ ბავშვურად იყო, ანუ გაერთო მაგას უცხო, მაგრამ კლასელი რო არავინ აკავს, ვის ათამაშობს რა საკეთებს. უფრო ერთთან დამეგობრდი კარგად, გოგოა. გემრიელია მოვხდი. მიშოვით. საგნებს ჩვეულებრივად ყველა სწავლობდი ხოლმე იქით, ხუნევში? არა, ისტორიას არ მაყოლებდნენ, არც გეოგრაფია. აქ ისტორიაც უნდა მოყვა, გეოგრაფიაც უნდა მოყვა. რუსულსაც გვაძლევენ. საგნები მაგას ვიძახი დაგემატა თუ არა? იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა მასწავლებლები ცოტა იქნებოდნენ და ყველა საგანს ვერ გასწავლიდნენ სავარაუდოდ. და ასევე იმაზე რა ქვია, ფიზიკაზე და ისტორიაზე გავყავართ სხვა იმაში. მასწავლებლების განათლების მხრივ კი არიან კარგად სპეციალისტები არიან, მაგრამ იმდენად წლები რაღაცა გვაქვს ხელში უწყობი, რომ ძალიან ცუდია მაგ მხრივ, თან ბავშვებიც ხო, ანუ აი მოტივაციაც არ გექნება, ხო? არაფრის. სკოლა იყო დიდი და ბავშვები არ იყო სკოლაში. რა გიყვარს ახლა ყველაზე მეტად რა საგანი, რასაც სწავლობ? ქართული მიყვარს. რუსულიც მომწონს. და რომელია ყველაზე მეტად რომელიც არ მოგწონს? მათემატიკა და ფიზიკა. ეს მათემატიკა არ მეყვარდა ხოლმე. ეხლა რეებსაც სწავლობ ხოლმე. რამე თუ ისწავლე ჯერჯერობით იაპონიაზე. ჯერჯერობით არაფერი არ შემხედრია, მაგრამ შემხედრება ისტორიაში. ახლა თქვენ ქართული ისტორიას სწავლობთ, თუმცა სოფლიო ჯერ არ გაქვთ. მე-10-დან წესით დაიწყებენ უკვე სოფლიო ისტორიას. მე-11-დან უფრო მეტად ისწავლებ. მაგრამ მე-12 ახლა ამათ აღარ. წარმოვიდგინე 2 წელს შემთავრებს სკოლას, როცა მეც უნივერსიტეტს მაგ დროს ვამთავრებ 2 წელში. ერთად დავამთავრებთ ორივე. როგორ მოგწონთ თამაშაჭრელი? აი მე დავამთავრეთ მისი. რა მოგეწონა თამაშება ყველაზე მეტად? აი ეს თეში სოუსი. შეფარაც არის ყველაფერი მიყვარს ისედაც ცალკეც და სოუსი იყო ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და სოუსი ძალიან მომეწონა. ამის გაკეთება საერთოდ შემიძლია ჩვეულებრივად? კი, დაიმატეთ თუ რამე არ მოგერიდოთ. საერთოდ მინდა რომ ვისწავლო იაპონური საჭმელების გაკეთება. ბევრი ადვილია, ბევრს ახლა აი მაგალითად ინგრედიენტები რაც ადვილის საშუალია აქ იაპონურების სოიო სოს ყველგან იპოვი და სოიო კი მაქვს. მაგით შეიძლება რაღაცა მარტივი იაპონური საჭმელების გაკეთება. უბრალოდ დროის მომენტია. მაშინ რომ მეზიორს ახში რამენი ვაიმე რა გემრიელი იყო. სუპერში. მე მართლა. მაგის გებო არ მომეწყდება. იცი ძალიან გემრიელი იყო. დიდი სიამოვნებით შეჭრა. ბარბარე, შენ მაგალითად რა ვიცი ახლა ინტერნეტსაც ძალიან ხშირად გურებან რამე და ანიმეებს თუ უყურებ ან მუსიკებს თუ უსმენ ან ეგეთი რაღაცები რომ მითხრა. მუსიკებსაც უსმენ, ანიმეებსაც ვუყურებ და სხვადასხვა ძალიან მომწონს. მაგალითად რომელი ანიმე ან მუსიკას გამოარჩევ? მუსიკის სახელი დამავიწყდა, მაგრამ ანიმე მომწონს ძალიან დემოსლეიერი. ქართულად უყურე ხო? კაი, იყო გახმოვანება ქართული. მაგის სერიალი არ იყო, მეც უყურე ქართულად ხო? ლანდა მომაწოდა ეგას რომ მეყურები. მეთქი რა არის ამ ყურებებს ამას. პირველი სერიალი რომ უყურე, მე კი ეგრე არის ზოგადად რაღაცის დაწყება რომ ეს ფეხს ითრევ, ერთს რომ დაიწყებ, მე უკვე მიყვები. თავიდან არის მანდამდე მისვლა რა რთული. პირველი სერიას მე ძალიან დაინტერესდა და შევყავი. იაპონიის შესახებ თუ იცი რამე, ან თუ გინდა წასვლა იაპონიაში, თუ წახვიდოდი რას გააკეთებდი და ესეთი რაღაცები რომ მითხრა. წასვლით ძალიან მინდა წასვლა. მომწონს ძალიან იაპონია და მიყვარს. ანიმეებში რო რაღაც ადგილები ხო, ნამდვილი ადგილები არის კი. მაგის დათვალიერება მინდა და ფოტოების გადაღება. კაი. რამე ჰობი თუ გაქვს შენ ახლა? საჭმელების მზადება მიყვარს. აკეთებს ხოლმე სახში ახლა ხშირი. გლინებს. გლინები შეგვეცეს გლინები გავიკეთე. ახლა გადავიდეთ ეკაზე. აბა შენ როგორ ხარ? როგორ მიდის შენ იაპონიის მონატრება? წეგნაც ვიდეოს უყურებთ ბევრი როგორც შეამჩნიეთ. ჯერჯერობით კარგად ვარ. ჯერჯერობით იმას ვიტყვი რომ სტუდენტობა და ასეთი ცხოვრება, გადაგრილობა და ცოტა ეს კი მაქვს და ერთხელ ბედნიერიც ვარ რომ ესენი უკვე ჩემთან ერთად არიან და ერთად ვართ. ამას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. მეც ძალიან მიხარია რომ იცოდეთ რომ ახლა სახში ხარ კარგად. ყველა ერთად ვართ და უფრო ძლიერად ვართ, ასე რომ ვთქვა. და რაც შეეხება იაპონიას. მე უკვე მოლოდინებში ვარ და ხანდახან ვცდილობ რომ ძალიან ბევრი არ მიფიქროთ რომ ხოლმე ეფექტები ხოლმე. თავზე თვები ასე ვიფიქრე. აი ახლა მაგალითად თუ იპოვე ახალი ადგილები, სადაც გინდა რომ წახვიდე იაპონიაში, ან ახალი რაღაცები ხო უკვე მიხვდი, რაც არის იაპონია და რისი გაკეთება ან რამე გინდა, ახლა შემდეგზე ვეძახი.
რა თქმა უნდა, ახლა ისეთი ადგილების ნახვა, რომელსაც ვიდეოში ვნახულობ და ასე შემდეგ გვათვალიერებ ყველა პლატფორმაზე, მინდა რომ ვნახო ყველა ადგილიც, რომლებიც მომწონს. ჩვენ ოსაკაში ხო ვთქვით? შემდეგზე ხო იქით ხარეს ვაპირებთ და ოსაკას ვიდეოებს ძალიან ბევრს უყურებ ხოლმე და აი რა ძალიან მაინტერესებს და ძალიან ველოდები კიდე ჰარი პოტერის. ხარი წინასაც ხო ძალიან ეგეც ხო, ანუ რაღაცა მაგას კიდე ძალიან სხვანაირი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. იაპონია რომ მიყვარს ხო, შემიყვარდა და მიყვარს, რა ვიცი და მაგას კიდევ და საჭმელები და საზუსტნავები რაც ძალიან მიყვარს, ერთი სული მაქვს რომ გავსინჯო. შენი კატონუდრუსები. ის მართლა ისე მეტანა რა ხო. ხო და წარმოიდგინე მაგაზე უფრო მეტი რომ აქ განასინჯი და უფრო ბევრჯერ და უფრო რომ გემო მაქვს გამჯდარი როგორ ვერატრება ხოლმე ეგ გემოები არ ვიცი. ვცდილობ, მართლა ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან არ შევყვება აქ ფიქრებს რომ წაგიღებს რომ შევედი და თან თუ დავიწყე ვიდეოების ყურება ხოლმე ხო იცი მე რომ გიგდებს და გიგდებს იმ ვიდეოებს და სიო მე. ისე ახლა სამსახური ხوار დაგიწყია რამე ან გინდა რაღაცის დაწყება. მინდა ძალიან მინდა რომ დავიწყო, მაგრამ ისეთი დროები და ისეთი ხელფასი აქვთ, რომ ანუ არ მიღირს მაგიტომ, მაშინ ან არ უნდა ვსწავლობდე და ან არ უნდა მუშაობდე. ერთ-ერთი უნდა ვაკეთო და ძალიან რთულია მაგ მხრივ, რომ ისეთი იპოვო, რომ გამომადგეს უნივერსიტეტთან ერთად. მაგრამ როგორც ეს ინტერვიუზე იყავი სადღაც ხო? ინტერვიუზე ვიყავი კევინ კრიუ, ანუ მის გასაუბრებაზე, სტიუარდესის გასაუბრებაზე კი, ვიზერში და ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი გამოცდილი ადამიანიც იყო და დიდათ გული არ დამწყდა, იმიტომ რომ მე ვეცადე ყოველ შემთხვევაში და კიდევ ვეცდები 3 თვეში და ნახოთ რა იქნება. ანუ ჩემი პირველი ფრენდიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ჩამიჯდა ტვინში და ეგ შანსიც რომ გამომიჯდა რომ მაგასაუბრებაზე გავსულიყავი, არც დამიხევია უკან მოვემზადე რაღაცები და მაგიდან გამომდინარე მინდოდა ეგ პროფესიაც ამეთვისებინა, ასე რომ ვთქვათ, თან გამოსადეგი იყო ჩემთვის ანაზღაურების მხრივადაც, დროის მხრივადაც და ვეცდები რომ გავმივიდეს. თუ არა და სხვა მხრივაც ვეცდები კიდე სხვა რაღაცებსაც. შენ აღარჭავ თუ ჭამს რამდენი ხვენია ჭამის. შენ აპარაკში მიჩავცალე თითქმის. მე სულ შევჭამე უკვე. Tabe mono? Conosci tu tabe dai, no? მაჭი გამიკვირდა მითხრათ. ოკეი. ახლა თქვათ გოჩის ოსამა, რომელსაც ჭამის დამთავრების შემდეგ ამბობენ ხოლმე იაპონიაში. გოჩის ოსამა მოგეწონათ, ესე იგი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ცოტა სხვათა შორის მეშინო და მეგონა რომ რატომაც მეგონა რომ ცოტა ვერ მოერგებოდა თქვენ რეცეპტორებს. რაღაცა არ მე ვიცი რომ თქვენ სუპები და ეგეთები დიდი არ გიყვართ და მაგიტო. მაგიტო ფიქრობ. ერთჯერადი კი. მაგრამ გაკეთებდი არა.ではということで今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またねー。ジェラティキ。撮影終わったけど、バルバレはまだ食べています。バルバレは食べるのがめっちゃ遅いです。だからビデオが終わった時は半分まだ入ってたよ、バルバレのお皿で。でもそれは全然嫌いって意味じゃないです。